ამ ვიდეოში ერთმანეთს გამოცდილი და გამოუცდელი ბაიკერები შეეჯიბრებიან. მათ დავუსვავთ 10 კითხვას და ვნახოთ ვინ იქნება გამარჯვებული. წინ საინტერესო ვიდეო გელით და დარჩით ბოლომდე. რა არის მოტოციკლის მოვლის მთავარი წესი? მთავარი წესი, როგორც ჩემთვის გამოუცდელისთვის არის, რომ ზეთი შევუცვალოთ დროულად, ჯაჭვიც დავასერვიროთ და გავრეცხოთ ხოლმე. მეტი არ ვიცი რაფერი. ასე იგი მოტოციკლის მოვლის მთავარი წესი არის პატრონს სახლის პირობებში რა და როგორც შეუძლია ისე დაასერვისოს თავისი მოტოციკლეტი. სერვისში გავიყვანდი ზეთს, როგორც ნინი მახსენა, ჯაჭვს, ზეთის ფილტრს, ჰაერის ფილტრს, ალების, სენტლების შესვლაც არ არის რთული ამბავი. დანარჩენი რაც მაგონდება ყველაფერი ალბათ ცენტრში უნდა გაკეთდეს და დასერვისდეს. ერთი. ნუ ეს კითხვა დამთსრულდა ერთი. რას აკეთებ, როცა მოსახვევში მაღალი სიჩქარით შედიხარ? ვლოცულობ. მე ვიცი რომ მოსახვევში მაღალი სიჩქარით არ უნდა შევიდეთ და თუ შევდივართ, ვლოცულობს ვაძლიერებთ. მეტი არაფერი არ მაქვს. მოტორბოლებს რო ყურებ ხოლმე MotoGP-ს იქ მოსახვევში რა სიჩქარით შედიან. მერე ვლოცულობენ? ჩნია მოკლედ მოტორ ამოხევის კუთხეს გაძლევს, შენი სკილები როგორ განვითარებული ამ მოსახვევთან მიმართებაში და მესამეს ვიტყოდი counter steering-ი, ერთადებული საპირისპირო მოხევა, მარცხნივ მარჯვნივ ხარ. მაგის გარეშე ვერ შეხვალ ვერსად მოკლედ, ვერც ერთ მოსახვევში თითქმის და ეგ უნდა გამოიყენო. ბევრი იყენებს, მას არ იცის, ვერ ხვდება რომ იყენებს, თუმცა იყენებს ბევრი. მე არასწორად თქვი? რა სწორედ, ლოცვები გავაძლიერე. 2-1. რა არის ყველაზე საშიში ტარებისას? ტარებისას ყველაზე საშიში არის დაღლები. ყურადღებობა და გამოუცდელობა. ჩემი აზრით ახლა ჩემს რა ეტაპზეც მე ვარ, მაქედან გამომდინარე, გამოუცდელობა ყველაზე საშიშია. როცა გამოუცდელი ხარ, უფრო თავდაჯერებულად ატარებ და ნუ ეგ კარგი არ არის, ცოტა უნდა გეშინოდეს, მაგრამ მაინც ჩემი აზრით მე მაგას ვიტყოდი, ძაღლებს და გამოუცდელობას, უყურადღებობას. ალბათ უყურადღება მძღოლები გზაზე და ხალხი. მხედველობას არეალი რა. პირველ ადგილას მე მხედველობის არეალს დავაყენებდი, იმიტომ რომ შენ თუ დაორთქლილი გაქვს ჩაფხუტი, ან გაწვიმს და წვიმის წოთებით არის სავსე ჩაფხუტი და წინ ვერაფერს ხედავ, ან საერთოდ სიბნელია და განათება არ გიყენია, წინფარი მოტოზე და ვერაფერს ვერ ხედავ. ალბათ ეგ ფაქტორი რა და მაგის მერე დავაყენებდი უკვე საშიშ მძღოლებს, როგორც მანქანის, ასევე მოტოს მძღოლებს და საშიშ ფეხის მოსწავლე ხალხს, იმიტომ რომ ერთხელ ეგეთ რჩევა მითხრას, რომ ისე იარე, რომ არავინ ხედავდესო და ყველაზე მეტად ეგ რჩევა გავამადგა მოკლედ. ქალაქში მოძრაობისას და თქვენც დამწყები ხართ გაითვალისწინეთ. რომელი ყველაზე საშიში ამინდი? ყველაზე ტოპ საშიში ამინდი ტარებისას ჩემი აზრით არის თოვლი. მაგრამ ისა ნამიანი სველი ასფალტით საშიშია, ნუ წვიმაც საშიშია რეალურად. წვიმა და თოვლი. ქარიც რა თქმა უნდა, ქარიც არა. რავი, მეტი ამინდი არ დაჩემს, ეში ვიაროთ ხალხო. მე ამ კითხვაზე პასუხს ძალიან მოკლედ გავცემ და ვიტყვი რომ ქარი, იმიტომ რომ თოვლში ის არ უფრო გასართობი არის, წინასწარ იცი რომ დაიმტვრევი და მაგითო გადიხარ თოვლში საგადაოდ. წვიმაში კიდე უბრალოდ უმარტივია, იმიტომ რომ უბრალოდ ნაკლები გაზი და ნაკლები ტორმოზი უნდა იხმარო და ნაკლები დაახრის კუთხე მიცენ შენს საბურავებს. სხვა არაფერს ეში წვიმაში სერვიში არ არის. ნუ გამოცდილება რა თქმა უნდა გჭირდება. ეს არის ქარი კიდე არ იცი როდის ამ მომენტში საიდან დაგიბერავს და გადაგაგდებს. ან ხემოკვდება თავში, ან რავი ხისტოტი გირჩი ვიღაცის გაფენილი ტრუსიკი რაღაც რიცხვი. აი მიდან ხო დაფრინავს ხო. ხო, ბევრს ქარის დროს ჩიტიც მოხვედრია თავში და ქათამიც კი დაჟე ქართული ვიდეო არის. ხაცა იმას კი მოგვედა მე ცოტა კითხვა. რომელი მოხრუჭია მთავარი? წინა თუ უკანა? აი აქ დავიღუპე. ზუსტად ვიცი პასუხი. მოკლედ, მთავარი მოხრუჭი არის წინა მოხრუჭი.
საჭეზე რაც გვაქვს, მე ეგრე ვიცი. უკანა მუხრუჭს მე საერთოდ არ ვიყენებ, ასე რომ მოხსნა რაც არ იქნება პრობლემა. Okay. დაღმართზე ჩავდივართ. და მოსახვევში შევდივართ, წინა ტორმუზი არ უნდა გამოვიყენოთ. ეს პირობების რო განვიხილო. და უკანა მუხრუჭ ჯერ ვერ დავუმუხამე. აქედან აი ასე და უცებ აი ამაზე დახტე მუხლზე. უკანა ტორმუზი მეგობრებო უნდა ვიხმაროთ მაშინ, როდესაც ზედაპირი სველია, მოჭიდება არის ნაკლები, ასევე მოძრავთ დაღმართზე, ქვაღორღიან გზაზე. წინა ტორმუზი, ესეთი გამოთქმა არსებობს. 70-30, იმას გულისხმობს, რომ 70% წინა ტორმუზი ვიხმაროთ, ხოლო 30% უკანა ტორმუზი. ოღონდ ეს არა დატვირთვაზეა, არამედ მდგომარეობებიდან გამომდინარე მომენტებში. სახმარი არა, ნუ არის მოკლედ წინა ტორმუზი ვიდრე უკანა. ასვალზე რა თქმა უნდა. 5-1. რამდენია იდეალური სიჩქარე მოტოსთვის? იდეალური სიჩქარე. მე ვერ ხვდები ამ კითხვის აზრს, რისთვის რამდენია იდეალური სიჩქარე. ჩემი აზრით იდეალური სიჩქარე ქალაქში სასიარულოდ, რაც არის დაწესებული კანონით, ეგ არის იდეალური სიჩქარე რა, მაგაზე მეტი არ უნდა იარო. და რა გააჩნია მოტოციკლიც და მოტოციკლის იმას რა ქვია, ტიპს კიდე. ამაზე სხვა სიჩქარეა, კაი, იმაზე სხვა სიჩქარეა, კიდე კრუიზერებზე სხვა, სპორტზე სხვა და ასე შემდეგ. არ ვიცი. საქმე ხება მოტოციკლეთის სიჩქარეზე და გავითვალისწინოთ გარემოება. ორი ფაქტორი. ორი რა, ერთი ფაქტორი. თუ სად მოძრავთ? თუ მოძრავთ ადგილას, სადაც მანქანები არ არის, ჯობია ვიაროთ დაშვებული სიჩქარით. პლუს 15 განაჭარბება მოსულა. მეტიც მოსულა ხანდახან. გააჩნია გზას და ასფალტის მდგომარეობას. აქ შემოძრავთ და არის ბევრი მანქანა ჩვენ გარშემო. აუცილებლად მოძრავთ მანქანებზე 20-25-30 კმ/სთ-ით უფრო ჩქარე დღეს მანქანის ნაკადი მოძრაობს, იმიტომ რომ ამ დროს ვართ უფრო შემჩნევები, ვართ უფრო მანევრირებადები, ასე ვთქვათ. ჩვენც ფოკუსირებულები ვართ, იმიტომ რომ ერთ მანქანას არ ვუყურებთ და ვუყურებთ 10 მანქანას ერთდროულად. წინასწარ ვიგებთ, სად მოუხვიოთ, სად გავძვრეთ, სად გამოვძვრეთ. რა უფრო რთულია მოტოციკლის დაზრა თუ გაჩერება? ორივე. არა, ჩემი აზრით, დაძვრა უფრო რთულია, მაგრამ მეც ძანდებილურად ვაჩერებ ამ ეტაპისთვის. ხან რა მემართება, ხან რა მემართება. მოკლედ, გამოუსცელესთვის ორივე უფრო დაძვრა რთულია, იმიტომ რომ ხშირად მიქვრება მე. მოტოციკლებზე დაძვრა არის ძალიან ადვილი. მხოლოდ გაზი და კონუსის მართვა არის საჭირო. არზებული თავისთავად, მაგრამ ეგეც იმაში გადის, რომ გაზის და კონუსის მართვა უნდა იცოდე. ასე ვთქვათ, რევი, პატარა რევი უნდა მიცი და მერე წახვიდე წინ. გაჩერება არის ჩემი აზრით უფრო რთული. გაჩერება შეიძლება მოგვიწევს რამოდენიმენაირად. შეიძლება იყოს ჩაოლებრივი გაჩერება, ან emergency გაჩერება, ან emergency გაჩერება კუთხეში, მოსახვევში და ასე შემდეგ და ყველას თავისი ტექნიკა აქვს და ქალაქში მოძრაობისას სად ჯობია ყურება? წინ მომავალ მანქანის ნომერზე, მის სტოპებზე, სამი მანქანის წინ თუ ბორბლებზე? ამ კითხვის ანალიზით უნდა დავიწყო ჯერ. ჩემი აზრით უნდა ვუყურო სამი მანქანის წინ არ უნდა ვიყურებოდე ჩემი აზრით. ეხა გაკვრით უნდა ვიცოდე წინ რა ხდება, მაგრამ ეხა იმას რო ვუყურო და სამი მანქანის უკან რა ხდება, მაგას არ ვუყურო, დანაშაული იქნება. ბორბლებზე თუ ვუყურე, მოვჯდები ბორბლებთან ჩემი აზრით. ტოპებზე? ჩემი აზრით სტოპებზე უნდა ვუყურო, იმიტომ რომ ცოტა კიდესთან რა. მოკლედ დაკვირვება რა ვთქვათ, ჩამოთვლა ყველგან, იმიტომ რომ შეიძლება მანქანას სტოპი არ უმუშავებდეს ეგერთი და თუ მანქანას სტოპი არ უმუშავებს იმის წინ მაინც თუ ხედავთ რომ მანქანა აჩერებს და იმას უმუშავებს, ან იმის წინ მაინც უმუშავებს იმ მესამე მანქანას, ჩვენც უნდა აუცილებლად აქსელერატორს ხელი გავუშვათ და დავიწყოთ გაჩერება. მეორე საბურავებზე, იმიტომ რომ ბევრი ქართველი მძღოლი განსაკუთრებით ტაქსისტები, რომლებიც გადაღლილები არიან გზაზე მთელი დღე მუშაობენ და ხშირ შემთხვევაში ავიწყდებათ ბევრი რაღაცა.
დავუყუროთ საბურავზე, იმიტომ რომ წიმწიმა თუ არ ჩართავს საბურავის მიმართულებით მაინც გავიგებ თუ საით უხვევს. აზრი აღარა აქვს უკვე? ეს გაგრძელებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ფაქტი სახებია და შეკარად ძალიან უკან ვარ და ლუკა ძალიან წინ, მაგრამ არა უშავს ერთ წელში მეც გამოვსწორდები და ვაჯობებ ლუკას. ილოცავ გამარჯვებას, შენ მოიგე 1 ლიტრა ბენზინი. რა უნდა აქნა თუ მოსახვევში დაინახე რომ ქვიშა ყრია? რა უნდა ვქნა? სწრაფ ძალიან მოსახვევში ჩქარა არ შევდივართ, ასე რომ ნელი სიჩქარით მივდივართ. აქედან გამომდინარე ცოტა ფეხის ტორმუზი გამოვიყენოთ უკანა, რასაც მე არ ვიყენებ მართალია, მაგრამ ეგრე უნდა ვქნათ. ოღონდ ძალიან ლაითად რა. და არ უნდა შეგვეშინდეს. თუ მოსახვევში მაღალი სიჩქარით შევდივართ და ნახეთ რომ ქვიშა ყრია ან ფოთლები ან ასე შემდეგ, პირველ რიგში თვალი არ უნდა დავბლოკოთ ასე ვთქვათ ამ ზედაპირზე. უნდა გავიხსენოთ იქ საერთოდ სუფთა გზა არის და მაქსიმალურად შევეცადოთ გვერდი ავაქციოთ. მეორე ვარიანტი თუ თლიანად ღია ეს ქვიშა და გარდაუვალი არის არიდება, მაქსიმალურად უნდა გავასწოროთ მოტოციკლეტი და დავიწყოთ შეჩერება, რაც შეგვიძლია ჩქარე რა. განსაკუთრებით თავიდან ვიხაროთ წინა ტორმუზი, როცა ახლოს ვიქნებით უკვე ამ ქვაღორხთან, ვიხმაროთ უკანა ტორმუზი. ну ორივე ერთად პლუს engine braking-იც სავალდებულო არის. სხვა არ ვიცი, თუმცა რაღაცები იქნება კიდევ და კომენტარებში დაწერეთ აუცილებლად. შეიძლება დიდი ჰეიტი წამოვიდეს ჩემი მიმართ, ან იმის მიმართ არ ვიცი პასუხს გასცემს, მაგრამ დავსვა ამ კითხვას. აუცილებელია თუ არა ქალაქში გადაადგილებისას ხმაურიანი მაყუჩის ქონა და რატო? ტარებისთვის ჩემი აზრით ესე არ მივესალმები ამ კანონს, რა თქმა უნდა და კაი იქნება რომ ხმარო იყოს, იმიტომ რომ ქუჩაში უფრო შესამჩნევი ვიქნებით და რაღაც, მაგრამ მაგას ვემხრობი 100%-ით, მე შეხედა მეორე მხრიდან რომ შევხედოთ ტარებისთვის და ის რომ აუცილებელი იყოს მოტოციკლეტისთვის, რომ აი ხმაურიანი მაყუჩი კონდეს და ვაი ყველას ესმოდეს და რაღაც არ არის მაგისთვის აუცილებელი. ერთი მხარეც მისაღებია ჩემთვის და მეორე მხარეც. ზოგიერთი ამას ცუდად სარგებლობს, ასე რომ მაგის გამო ვისჯებით ყველა. ამ კითხვაზე არის ძალიან მარტივი, ახლა გადავწევ გასაღებს ჩემ მოტოზე და რაღაცას დავაწვევ. ეს არის სიგნალი, რომელიც ყველა მოტოციკლეტს აქვს. განურჩევნად სტილისა, აბსოლუტურად ყველა მოტოციკლეტს აქვს. თუ არ აქვს, ძალიან მარტივია დაყენება. ხმაურიანი მაყუჩი აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანმა დაგინახოს, თუმცა არსებობს მეორე ვარიანტი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული სიგნალი, რითაც შეგვიძლია გავაგებინოთ მძღოლს, რომ მომდივარ აქავარ. მით უმეტეს სიგნალი მიმართული არის ჩვენს წინ და წინ უშვებს ხმას, არა უკან, ხოლო ჩვენი მაფლერი, ეგრეთ წოდებული მაყუჩი არის უკან და ხმა მიდის უკან, ვრცელდება უკან. არა წინ სიგნალი და შეგვიძლია სიგნალის ხმარება. რა ის სანამ სიტყვაზე ჩვენ ამას დავიწყებ და ექსელერატორს გადავატრიალებ და ცეპლინას მოვუჭერთ, უცებ ერთი თითის, აი თითის დახმარებით შევძლებთ სიგნალის გამოყენებას. ჩემი დამსახურებული სამიკურა. მადლობა ლუკას მოწვევისთვის შემსახურე. როგორი იყო შენი სტუმარი? სიარული იყო. კატასტროფა. განაფერი არ გადაგვიღია? გადაიხე? სამ ვიდეო დასრულდება და გავიწყოთ ჩემი გამოწერა. ამ ვიდეოს დალაიქებაც, კომენტარით დაგვიტოვეთ აუცილებლად რას ფიქრობთ ჩვენს აზრთან დაკავშირებითაც, თქვენი აზრიც დააფიქსირეთ. ყველაფერს ვითვალისწინებ, აი, ხელთათმანი შევცვალე, მაგრამ ამ ხელთათმანით ვერ ვატარებ. ყველას ვინც აქამდე უყურეთ, გაითვალისწინეთ ისიც რომ ნინი ველოსიპედეს არ მჭდა აქამდე არასდროს და არის მისი პირველი ტრანსპორტი, შესაბამისად ბევრი რამე არ იცის და ნელ-ნელა სწავლობთ ყველაფერს. ვასწავლე ასე ვთქვათ. ეხლა ჩვენ გაჩვენებთ როგორ ვიხოხიალებ გზაზე სახლამდე. გამოიწერეთ ნინის არხი, დაგვალაიგეთ, გამოვყევით და წინ ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო მოდის სეზონთან ერთად.